საქმე საღამოს ვაგრძელებთ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენების განხილვით და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოს პირზე აკერია, ეს არის სატარიფო ომი, სავაჭრო ომი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა წამოიწყო მთელი პლანეტის წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ადგა და ერთ დღეში დააპაუზა ლამის მთელი პლანეტის წინააღმდეგ. თუმცა ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ვერ გადაურჩა ტრამპის რისხვას, არის ჩინეთი, რომელსაც ამერიკამ ჯერ იყო გაუგზავნა ტარიფები, შემდეგ ჩინეთმა დააწესა საპასუხო ტარიფები, ამის შემდეგ იყო საპასუხო ტარიფები და მოკლედ მივედით იმ მოცემულობამდე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის შემდეგ გვარი. ამერიკა ჩინეთს უწესებს 155%-იან ტარიფს, ხოლო ჩინეთმა სწორედ გუში თავად ამერიკას დაუწესა საპასუხოდ 125%-იანი ტარიფი. მაგრამ აქ არის ერთი გარემოება, ძალიან საინტერესო. არსებობს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა კიდევ ერთხელ გაზრდის ტარიფს, თუმცა ჩინეთისგან უკვე არის მოლოდინი და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი მეტჯერ აღარ გაზრდის ტარიფს, რადგანაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა სატარიფო ომთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება სატარიფო ომზე მაქვს საუბარი, უკვე აღარ არის სერიოზული, მას უკვე ვეღარ შეხედავს ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია სერიოზულად, რადგანაც 125%-იან სატარიფო რეჟიმშიც კი ბიზნესის კეთება არის ამ ეტაპზე უბრალოდ შეუძლებელი. შესაბამისად, უკვე აქ 125% იქნება თუ 2500%, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს უკვე გასცდა ლოგიკურ საზღვრებს, შესაბამისად, აქ მხარეებმა უბრალოდ თავი უნდა დაანებონ ტარიფებზე საუბარს და ფიქრს და გადაინაცვლონ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ უკვე დასტური გვაქვს პეკინის მხრიდან, რომ ჩინეთი მზად არის დელეგაციის წარსადგენად და შესაბამისად მოლაპარაკებებისათვის კარის გასახსნელად და როგორც ჩანს ვაშინგტონშიც ამასთან დაკავშირებით მზაობა ჩანს, რადგანაც ტრამპმა ლამის პირველივე დღეს თქვა, რომ ის სახელმწიფო, რომელიც ამერიკას ფანტასტიკურ შეთავაზებას გაუკეთებდა, განთავისუფლებოდა სატარიფო რეჟიმისგან და ჩვენ ისიც ვიცით, რომ თითქმის 100-მდე ქვეყანა გავიდა ხაზზე უკვე ვაშინგტონთან მოლაპარაკებები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, შეიძლება ეს მოლაპარაკებები საჯაროდ არ განიხილებოდეს, მაგრამ ეს პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს და აი ამ პროცესში როგორც ჩანს ძალიან მალე ჩაერთვება ჩინეთიც და შეიძლება ვიხილოთ ამერიკასა და ჩინეთს შორის შეთანხმება. შეთანხმება არ ვიცით რა ფორმით იქნება, ეს შეიძლება იქნეს ერთნაირი სატარიფო რეჟიმის შემოღება, შეიძლება ეს იქნეს ტარიფების განახევრება ან გაუქმება, ან საერთოდაც უტარიფო სავაჭრო რეჟიმის ამოქმედება, იგივე თავისუფალი ვაჭრობა, რაც ალბათ ეკონომიკისათვის და ზოგადად სამყაროსათვის ყველაზე კარგი იქნება, მაგრამ ამას შეიძლება ტრამპი არ დათანხმდეს, რადგანაც მას ცოტა არ იყოს და სხვა ამბიციები აქვს, მას არ ჰგონია, რომ ამერიკის თანასწორი შეიძლება რომელიმე მხარე იყოს ვაჭრობაში, შესაბამისად, ამერიკამ შეიძლება მოითხოვოს მაგალითად 10%-იანი უპირატესობა, თუმცა 10%-იან უპირატესობას ალბათ ჩინეთი დათანხმდება, აი 125 და 155%-იან სატარიფო რეჟიმს კი რა თქმა უნდა ჩინეთი არ თანხმდება და მოკლედ ამ მიმართულებით ძალიან დაძაბული დღეები გვერდლის სავარაუდოდ მომავალ კვირას უკვე ოფიციალურად გვეცოდინება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მსოფლიო ლიდერები, რომლებიც საკმაოდ ისეთი ჯიუტიპი რომლებები არიან, სი ძინპინიც და დონალდ ტრამპიც, მათ არ ჩვევიათ უკან დახევა და როგორც ჩანს ისინი არც სატარიფო ომში იხევენ უკან. ხო, და ყველა საშიში პრინციპში ეს არის, რადგან შეიძლება არც არაფერი მოხდეს, არის თეორიული შანსი იმისა, რომ ისინი მორიგდებიან, მაგრამ აგრეთვე არანაკლებად იგივე ზომის თეორიული შანსი არის, რომ საერთოდაც ვერ მორიგდებიან ისინი და ამაზე მიანიშნებს ირიბად ცხადია, მაგრამ მაინც მიანიშნებს ტესლას გადაწყვეტილება. ტესლა არის ცხადია ილონ მასკის კომპანია და ილონ მასკი არის მარჯვენა ხელი დონალდ ტრამპისა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მათ ურთიერთობა დაეძაბათ, შეიძლება ის მაგალითად არც ცხოვრობს უკვე იქ სადაც ცხოვრობდა დონალდ ტრამპის სიახლოვეს, მაგრამ ნუ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ილონ მასკი არის დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი დონორი, ასე რომ ამას წყალი მაინც არ გავუვა, სულ რომ პიროვნულად არ უყვარდეთ ერთმანეთი და არ მოსწონდეთ, მაინც გააგრძელებენ პროფესიულ ურთიერთობას. საქმე კი ის არის, რომ ჩინეთში ტესლა Model S-ის და Model X-ის შეკვეთები დროებით შეწყდა. ანუ ოფიციალურად საიტიდან ვეღარ ყიდულობენ ჩინელი მომხმარებლები ავტომობილებს და აგრეთვე ვერც WeChat-ის mini app-ში იყიდულობენ ისინი ამ ავტომობილებს. WeChat-ი იქ სოციალური ქსელია, რომელიც ფაქტობრივად ინტერნეტია იქ. ხო, ნუ მარტივად რომ ვთქვათ, აპლიკაცია, რომელიც ძალიან ბევრ ამის აერთიანებს, ონლაინ მაღაზიით დაწყებული, messaging პლატფორმით დამთავრებული და მოკლედ ძალიან ბევრ ამის კეთება შეუძლია. ყველა სოციალური ქსელის შეჯვარებული ვერსია ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არც მან შეიძლება. ეს მოდელი ორივე Model S და Model X იწარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკვე მოგვიანებით გადის ჩინეთში, მაგრამ გარდა ამისა შანხაიში გიგაქარხანა აქვს ტესლას, სადაც აგრეთვე აწარმოებს სხვა ავტომობილებს, ესენია Model 3 და Model Y, რომლებიც უკვე ჩინეთიდან გადის ევროპაში და ნუ ესენი Model 3 ბიუჯეტური ვერსია და Model Y საერთოდაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტესლას ავტომობილია, რომელიც არსებობს და ნუ ევროპაში და ყველგან ისინი
იყიდებოდა დიდი სიამოვნებით, მანამ სანამ მთელი ეს ამბავი დაიწყებოდა, მაგრამ ნუ ჩინეთში მაინც კარგად არ აქვს საქმე, რადგან 1500 ერთეული მოდელ X-ი შეიყვანა Tesla-მ და 311 ერთეული მოდელ S-ი. ანუ გაყიდვები ამ მიმართულებით არის ძალიან ცოტა. ჩინეთის ზომის ბაზარზე 300 ერთეულ ავტომობილს რო გაყიდი, არაფერი რიცხვი ეს არ არის. სადაც მილიარდ ნახევარი ადამიანი. რა თქმა უნდა, და სადაც ელექტრომობილები ძალიან ბევრია და ლამის ყველა ადამიანი ახალ მანქანას პირველ რიგში ელექტრომობილად განიხილავს. მაგრამ ნუ როგორც ჩანს, ისედაც ვერ ყიდი და Tesla ამ მანქანებს ჩინეთში, რადგან კონკურენცია ძალიან მაღალია, მათ შორის BYD-ის მხრიდან და BYD-ის რომ თავი დაანებოთ, რამდენი ჩინური კომპანია, რომელიც მარტო ჩინეთში იციან ჯერჯერობით, ამიტომაც კონკურენცია ძალიან დიდია და Tesla-ს სახელი გაუფუჭეს. არც მაინც კარგი სახელი ქონდა ისედაც ავტოინდუსტრიაში მანამდე ხარისხიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ ძალიან ნეგატიურად უყურებენ მყიდველები Tesla-s ავტომობილებს, არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ევროპაში, გერმანიაში, მათ შორის, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო ბაზარი იყო Tesla-სთვის, იქ ქარხანაც კი აშენა ელონ მასკმა თავის დროზე, მაგრამ ნუ 50%-ით შემცირდა იქაც გაყიდვები. ამიტომაც ამ ელექტრომობილების წარმოებულ კომპანიას მაინც კარგად არ აქვს საქმე. ჩინეთში კიდევ ერთი რამ შემცირდება, თანამდებობით ვიცით, ეს იქნება ჰოლივუდში წარმოებული ფილმების ჩვენება, იმპორტირება და მოხმარება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს უკვე სამთავრობო დონეზე არის გადაწყვეტილი და ჩინეთის მართლ კომუნისტურ პარტიას სურს ქვეყანაში ჰოლივუდში, ანუ ამერიკაში წარმოებული ფილმების იმპორტის მკვეთრად შემცირება. როგორც წესი, ყოველწლიურად ჩინეთი 10 ჰოლივუდური ფილმის იმპორტირებას ახდენდა, აქ საუბარი იყო დიდი მოცულობის ფილმებზე, ბლოკბასტერებზე, რომელზედაც მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო, მათ შორის ჩინეთშიც, მაგრამ როგორც ჩანს, ეს 10 შეიძლება შემცირდეს 2-მდე ან 3-მდე ან საერთოდაც 0-მდეც კი თუ კი იქნება ამისი პოლიტიკური ნება ჩინეთში, რომელიც ამჟამად ვხედავთ, რომ არსებობს. ამისი მიზანი არის მხოლოდ ერთი რამ. პირველ რიგში, ჰოლივუდის როგორც ფილმების წარმოების ინდუსტრიის დასჯა, რომელიც ამერიკის ეკონომიკისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასზე არის დამოკიდებული ფაქტობრივად მთელი ჰოლივუდის ეკონომიკა, რამდენიმე ათეული კინოსტუდია და 10,000-ობით მსახიობი, რეჟისორი, მემონტაჟე თუ ფოტოგრაფი თუ ვიდეოგრაფი აქ. ძალიან დიდი ინდუსტრიაზე გვაქვს საუბარი. აი ამ ინდუსტრიას დაარტყამს პირველ რიგში ჩინეთი ამით, რადგანაც ჰოლივუდის საერთო შემოსავლების 25% მოდიოდა მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე. აი ამ 25%-იან დანაკარგს მეიღებს ამერიკის შეერთებული შტატები და მეორე, ეს უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია, ეს არის რბილი ძალის შესუსტება. მაშინ, როდესაც ამერიკული იდეა ვერ შევა ჩინეთში, თავად ამერიკის იდეა დასუსტდება ჩინეთში, ხოლო ჩინეთს თავისი არსით სურს უფრო მეტად საკუთარი ეროვნული წარმოების გააქტიურება, ამ მიმართულებით არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს და მათ შორის თუ კი კინოსტუდია სურს ჩინეთში ფილმის გადაღებად, ან მაგალითად კადრებში ჩინეთის გამოჩენა, ან თუნდაც ჩინეთის პოზიტიურად წარმოჩენა, ის იღებს ძალიან დიდ შეღავათებს ჩინეთის მთავრობისაგან და ძალიან ბევრი კინოსტუდია ბოლო პერიოდში სწორედ ჩინეთში იღებს ფილმებს აი ამ მარტივი მიზეზის გამო, რაც საბოლოო ჯამში იმისაგან გადადგმული ნაბიჯია, რომ ჩინეთს სურს, რომ ეტაპობრივად ჩაანაცვლოს ჰოლივუდის საკუთარი ეროვნული წარმოებით და მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი იდეოლოგია გაავრცელოს უკეთესად და ამით, რა თქმა უნდა, ქვეყნის შესახებ იმიჯის შეცვალოს და როდესაც იცვლება ზოგადად საზოგადოების წარმოდგენა ესეთ ფუნდამენტურ დონეზე, ამის შემდეგ იცვლება უკვე საზოგადოების განწყობაც, მათ შორის ხმის მიცემის პროცესში და მათ შორის რა თქმა უნდა პოლიტიკურ დონეზე. ამიტომაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რბილი ძალის ასე ვთქვათ, გადაადგილების მიმართულებით გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელსაც უკვე როგორც ხედავთ, მმართველი კომუნისტური პარტია დგამს და ეს როგორც ვიცით, პირდაპირ კავშირში არის ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომთან. ხო, რბილი ძალიდან და სავაჭრო ომიდან გადავიდეთ მყარ ძალაზე, ფიზიკურ ძალაზე და რეალურ ომზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში სავაჭრო ომმა ყველაფერი გადაფარა და ამ თემაზე საუბარი ფაქტობრივად აღარ მიდის. არც როგორც ჩანს საუბარი ყოველ შემთხვევაში მედიაში არ არის მინერალების შეთანხმებაზე და აგრეთვე იმ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობდა მოლაპარაკებების სახით სხვა ქვეყანაში, მათ შორის საუდის არაბეთში. ერთი რაც ვიცით არის, რომ თურქეთში გაიმართება ერთი შემდეგი შეხვედრა, რომელზედაც კვლავ ისაუბრებენ ამერიკის და რუსეთის წარმომადგენლები გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ნუ ჯერჯერობით მეტი პრინციპში არაფერი არ ვიცით. აქსიოსი არის ასეთი გამოცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც წერს, რომ ცხადია წყაროებზე დაყრდნობით, რომ თუ კი თვის ბოლომდე არ იქნება შეწყვეტილი ცეცხლი დროებით, აი ეს სწორედ ის 30-დღიანი სამშვიდობო შეთანხმება არის აქ ნაგულისხმობები, რომლის შესრულება და აღსრულება სურს დონალდ ტრამპს უკვე ამდენი ხანია, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ძვრა არ არის ამ მიმართულებით. მაშინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს დაუწესებს ძალიან მკაცრ სანქციებს. ეს ალბათ ის
არის, რაზედაც თავად ტრამპი საუბრობდა გარკვეული დროის შემდეგ, როცა თქვა, რომ თუ ომი დასრულდა, ხო კაი თუ არა და მოკლედ სანქციებს დავაწესებ და პირიქით უკრაინას უფრო მეტად დავეხმარებიო. ასეთი რამ თქვა მან და ასეთი მაქსიმალური ტკივილის რეჟიმიო, აი ესეთი სახელმწოდების ეს არის ციტატა. კი და სხვა შორის ამაზე უკვე საკანონმდებლო ბაზაც არის მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს როგორც პრეზიდენტს შეუძლია გარკვეული ტიპის სანქციები თავადად დააწესოს, მაგრამ კონგრესიც ალბათ ამაში იქნება ჩართული, სადაც რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა, თანაც ისინი ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს ლამის პირდაპირ ადასტურებენ, უკვე დიდი განხილვაც აღარ არის ხო ბოლო პერიოდში, ნუ სულ მცირე შუალედურ არჩევნებამდე ასე იქნება და მე უკვე ვნახოთ იქნებ დემოკრატებმა მთელი ამ ფინანსური გარკვეულების ფონზე იქნებ შემოახერხონ დამატებითი ამორჩევლების მობილიზება და შედარებით შესაბამისად მეტი ხმის მოპოვება. მოკლედ არსებობს აგრეთვე სენატში ასეთი კანონპროექტი, ნახევარმა სენატმა სიმბოლურად უკვე დაუჭირა მხარი, რომელთაგან 25 რესპუბლიკელია, 25 დემოკრატი და მანდაც არის ასეთი რამ, რომ თუ კი კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში ჩაერთოს, მაშინ დამატებით სანქციები დაუწესდება რუსეთს და საბოლოო ჯამში მოკლედ ეს ყველაფერი ჩაითვლება იმათ, რომ ვლადიმერ პუტინი დროს ელავს, რათა კონკრეტული ბერკეტები მიიღოს ბრძოლის ველზე და შედეგად მოლაპარაკებები როცა მართლა გაიმართება და ერთ დღეს იძულებული იქნება ალბათ პუტინი რომ მოლაპარაკებები გაიმართოს, რადგან ომები უსასრულოდ ვერ გრძელდება, იმ დროისთვის კონდეს საუკეთესო ბერკეტები და საუკეთესო არგუმენტები, რომელთა წინააღმდეგ უკვე ამერიკას და სხვა მხარეებს ვერ ექნებათ ასეთი ბერკეტები. ნუ შეიძლება ასეთი იყოს პუტინის ლოგიკა, მაგრამ ყველაფერი ეს ალბათ გაირკვევა უკვე უახლოეს მომავალში. აქვე ამ ომის საკითხთან დაკავშირებით ერთი საინტერესო სიახლე გავცელდა. როგორც ჩანს, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბრიჯიტ ბრინკი გადადგა თანამდებობიდან. მან ეს გადაწყვეტილება ცოტა რიყოს და მოულოდნელად მიიღო, რადგანაც მას ასე ვთქვათ, საელჩო ვადა კიდევ ჰქონდა დარჩენილი საკუთარი მანდატის ფარგლებში, ვინაიდან ის 2022 წელს დაინიშნა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, მაგრამ სავარაუდოდ მისი გადადგომა უკავშირდება სწორედ ამ მოცემულობას, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი წავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა დონალდ ტრამპი. ეს ხდება თუ არა იძულების გზით, თუ ეს ადამიანები ამ გადაწყვეტილებას სიმბოლურად იღებენ, ჩვენ ეს არ ვიცით, ამას ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება და სხვათა შორის ამ მოვლენა ძალიან ნეგატიურად გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ ეს საოცრად იმედგამაცრუებელი მომენტი იყო, რადგანაც ელჩის წასვლა ქვეყნიდან აი ესე მოულოდნელად, მაშინ როდესაც ქვეყანა ომშია, ცოტა არ იყოს და ძალიან უცნაურია და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ტრამპს საკუთარი სტრატეგია აქვს მომზადებული და ალბათ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ტრამპის მიერ დაყენებულ კანდიდატურას, რომელიც ალბათ მისი იდეოლოგიის გამგზელებელი იქნება. ხო, ამ ყველაფრის ფონზე ზელენსკი ხომსელებს ძალიან საინტერესო განცხადებას და ამბობს, რომ 30-დან 50 მილიარდ დოლარამდე მზად არის უკრაინის ბიუჯეტმა გამოყოს იმისთვის, რომ შეიძინოს ამერიკული სამხედრო ტექნიკა. მან არაერთხელ ამ გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკრაინა ამას იყიდის, ვალად არ ჭირდება ეს, რადგან ეს შესულელი რიტორიკაა, რომელიც დონალდ ტრამპს უკავშირდება, მას შემდეგ რაც მოხდა ერთ სახლში, რაც გვახსოვს ჯეიდი ვენსის და სხვა საჭირო და არასაჭირო ადამიანების თანდასწრებით თელ მსოფლიომ რაც ნახა, მაგის მერე ზელენსკის რიტორიკა ძალიან მკვეთრად არის შეცვლილი, ის ძალიან ფრთხილობს დონალდ ტრამპთან მიმართებით, ამის დანახვა ფაქტია შეიძლება, რადგან დონალდ ტრამპმა ისიც კი გააკეთა, რომ დროებით შეაჩერა ყოველგვარი სამხედრო დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით აღდგა ეს, მაინც ერთხელ უკვე გააკეთა ასეთ ტიპის გადაწყვეტილება. სამხედრო კომუნიკაციაც კი შეწყვეტა. ხო, რაც საგანგაშო არის რეალურად უკრაინისთვის, რადგან ამერიკული ტექნიკის და ამერიკის დახმარების გარეშე თუ დარჩეკვანა, ცხადია ევროკავშირი გვერდზე ყავს მაინც, მაგრამ ამერიკაა და ამერიკული ვაკუუმის ამოვსება არც ერთ ევროპულ კომპანიას და არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ შეუძლია. მით უმეტეს, რომ ნატოშიც ამერიკა არის მთავარი ძალა და სწორედ ამერიკა წყვეტს რეალურად ნატოში რამე მოხდება თუ არ მოხდება ეს დე ფაქტო და რეალურადაც ასეა. კი, ევროკავშირი ცდილობს გარკვეულწილად ამერიკის ვაკუუმის ამოვსებას, იმით შეუძლიათ და როგორც ჩანს, ახლა უკვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და გაერთიანებული სამეფო, ანუ მოკავშირეები თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში უნდა გამოეყოს დამატებითი დახმარების სამხედრო პაკეტი, რომლის მოცულობაც ჯამურად იქნება 21 მილიარდი евро. საკმაოდ დიდ პაკეტზე არის აქ საუბარი, ბრიტანეთის მხრიდან საუბარი არის დაახლოებით
4.5 მილიარდ ევროზე, ხოლო გერმანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იქნება, რომელიც 2029 წლამდე გეგმავს 11 მილიარდი ევროს გამოყოფას. ასევე ამ ინიციატივას დიდი ვარაუდით სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან, რადგანაც ევროკავშირი გარკვეულწილად მოლაპარაკების პროცესში თავს გრძნობს დაჩაგრულად, რადგან ის მოლაპარაკების მაგიდასთან არც არის, ხოლო უკრაინას დახმარება სჭირდება და ევროკავშირი უკრაინას ეხმარება იმითი, რითიც მას ამჟამად ეს შეუძლია.